პირველ რიგში მიულოცავს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, როცა დავინახე რომ მოიგეს, რაღაც გაკვირვებული ვიყავი, ძალიან გაგვიხარდა, გუშინ ვლაპარაკობდით და ასე ვთქვათ, ცოტა დამწუხრებულები ვიყავით, რომ ვერ მოუსწრებთ ამ თამაშს, მაგრამ რა ვიცი, მიულოცავ მათ უდიდესი ისტორია დაწერეს და ჩემი აზრით მათ კიდევ შეუძლიათ წინ წასვლა და რაც შეეხება თამაშს, ჩემი აზრით დადებითად შევაფასებდი 5 წუთის გარდა დაწყებული 5 წუთის გარდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ასე ვთქვათ მომენტი შეგვიქმნეს, რომელიც გოლად რო გადაესახა, შეიძლება თამაში ძალიან გაჭირვებულიყო. მაგრამ დანარჩენი ჩემი აზრით იდეალურად გავაკეთეთ ყველაფერი, მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ. სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ რაც მთავარი იყო, თურქეთთან ძიმე მარცხის შემდეგ ხასიათი გამოვისწორეთ. მოვიგეთ ეს თამაში, მიხარია ჩემი გოლიც, რა თქმა უნდა, მაგრამ უმთავრესი იყო სამი ქულა და მადლობა ღმერთს რომ მოვიპოვეთ ეს სამი ქულა. პირველ რიგში ულოცავ გამარჯვებას და რა თქმა უნდა, წინ მე მგონი ფინეთს ეთამაშებიან და ფინეთთანაც იმედია დიდი ბრძოლით გამარჯვებას მოიპოვებენ. ჩვენ არაფერი, მთავარია რომ გავიმარჯვეთ დღეს, რაც ყველაზე მთავარი იყო იმ წაგებული თამაშის შემდეგ და შემდეგი თამაში ესპანეთთან არის, ეხლა დაუბრუნდებით გუნდებში, რაც მთავარია გუნდებში ყველამ კარგად უნდა ჩავატაროთ ჩვენი სეზონი და შემდეგ უკვე დაუბრუნდეთ ისინი ეროვნულ ნაკრებს და მაღალ დონეზე ჩავატაროთ ის თამაშები, რომლებიც დაგვრჩა. ხო, ალბათ ზოგადად უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართავს მარჩის სტარტზე, რადგან უკვე ბევრი თამაშია ოქტომბრიდან მოყოლებული, უკვე ცუდად ვიწყებთ ხოლმე და ეს არ არის კარგი ნაკრებისთვის და უნდა გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. დღესაც იყო საჭიროება რომ სწრაფი გოლი გაგვეშვა, საბედნიეროდ ეს არ მოხდა. შემდეგ გამოვასწორეთ უკვე თამაში, დავიწყეთ ჩვენი ტემპი. მოწინააღმდეგეც ვერ იყო დამაჯერებელი ჩემი აზრით და საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ. კი, კარგი მატჩი გამოვიდა, რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ და ასე ვთქვათ, ყველა გახარებულია. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, კარგი გოლები გავიტანეთ. და რაც ასე ვთქვათ, გვინდოდა თურქეთის თამაშის მერე ის ყველაფერი გავაკეთეთ. რაც შეეხება გულშემატკივრებს, როგორც ყოველთვის ის ჩვენ გვერდში არიან, მით უმეტეს ესე თამაში, ესე წვიმაში სიცივი არ იყო, მაგრამ ძალიან წვიმდა და არავინ არ მიდიოდა სტადიონიდან, პირიქით გვერდში გვედგნენ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია.